Universal Pictures-ი და One Ray ფილმზე წარმოგიდგენთ. One Ray ფილმზისა და Radar Pictures-ის ნაწარმოებს. David Lewis ფილმი. არ ვიცი ამდენჯერ მომწერეს 4,000-დან და რამდენჯერ ჩამთვალეს მკვდრად. ალბათ, როდესაც ეს დაბადებისთანავე ხდება, სათვალავს კარგავ. ასე რომ ამაში ახალი არაფერია. Vin Diesel ფილმში რიდიკი. როლებში ჯორდი მოლია, მეთიუ ნეიბლი, კეიტი საკჰოფი, რელიზის ავტორია geo.saitები.g. David Batista და სხვები. კომპოზიტორი გრემ რეველი. ოპერატორი დევიდ ეგბი.
პროდიუსერები ვინ დიზელი, ტედ ფილდი. რეჟისორი და სცენარის ავტორი დევიდ დუი.
არსებობს ცუდი დღეები და არსებობს წარმოუდგენლად ცუდი დღეები. სავარაუდოდ ეს დღე ასეთი იქნებოდა. ამ წეულ პლანეტას ჩემი შეჭმა უნდოდა. ღიად ცის ქვეშ ვერ დავრჩებოდი. კიდევ ერთ თავდასხმას ვეღარ გავუძლებდი. ის დატმაცა გაქცევს, რომელსაც ვერ ხედავ. მაგრამ რატომ ვერ დავინახე? რა თქმა უნდა, ჩემი მოკლა უნდათ. ისინი ხომ მკვლელობით ცოცხლობენ. ასე რომ საკითხავი არა ის, თუ რა მოხდა. არამედ ის, მე რა დამემართა. ამერიდან ლორდ მარშალი ხარ. ასე როგორ მომიახლოვდნენ. როგორ მივეცე მათ საშუალება, რომ ასე დამაბრმავეს. კარიბჭეებთან, გაგვიძახით კარიბჭეებთან. ნეკრომონგერები. ზოგიერთ ჩემთვის გვირგვინის დადგმა. ზოგიერთს კი ისერზე ყულფის ჩამოცმა უნდოდა. ძალიან გთხოვ. მოდი დაწაკი. ყველა ლორდ მარშალს სპიცი უნდა დაედო, რაც რატომღაც ვერ გავბედე. ამას დარკვეული რყევები და დიდი რაოდენობით დაქერებული მკვლელი მოყვა. გამოსავალი უნდა მეპოვა. სხვაგან უნდა გადავსულიყავი. ან ძველ ადგილზე დაბრუნებულიყავი. ფურია. ვიცი რაც ქვია. სამაგიეროდ არ იცი სად მდებარეობს. რუკა მჭირდება. რუკით ვიპოვი. შეუძლებელია მიმართულება მითხარი. ყველა არქივიდან ამოშალეს. შენ ხომ იცი, მაგრამ შეხომ გახსოვს სად არის კაპიტან ოვაკო. იმდენი სამყარო არსებობს. ერთადერთი რუკა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, თავში მაქვს რიდიკ. სანაცვლოდ რა სიტყვა? გვირგვინს? მიწვდომლობას. Crown. მომზადე ხომალდი. რიდიკი შიმბრუნდება. ვაკო. არ ვამტყუნებ ფურიაზე რომ გამგზავნა. სახლს განსაკუთრებული ფასი აქვს. მაგრამ იმაში ვადანაშაულებ, რაც შემდეგ მოხდა. დიდი გზა გამოიარე. ღირდა? ეს კაცი დადაღული სახით კროუნია. მან უნდა ჩამიყვანოს სამშობლოში. მაგრამ ფურიის ნაცვლად სხვა ადგილას აღმოჩნდით, რომელსაც ფური არ ერქვა. კვლავ დაიწყო ვიღაცამ ჩემთან თამაში. და კვლავ სისხლი უნდა დაყრილიყო.
რასაც მოკლავ შენია, რიდიკ. შენია, რასაც მოკლავ. სადღაც შუა გზაზე გეზს გადავუხვიე და გადავწყვიტე ლმობიერი გამხდარიყავი. შეიძლება ყველაზე დიდი დანაშაული ჩავიდინე. ცივილიზებული გავხდი. დადგა დრო. ყველაფერი თავიდან დამეწყო. მხოლოდ მე და ეს უსახელო სამყარო. ჩემს თავში კვლავ უნდა მებოვა ცხოველური საწყისი. მალე მივხვდი, რომ იქ სხვა სამყაროს არსებობდა, სადაც იყო წყალი, ბალახი და სიცოცხლე. გზაზე მხოლოდ ერთი რამ მეღობებოდა.
მოდი, მაჩვენე შენი კბილები. მაინც გამოძვერი არა? რელიზის ავტორია geo.saitები.g რა გაქვს? მეგონა ყველაფერი საზერო ქონდა. გადმოაგდე.
დამელოდნენ. ავარიული შუქურის აქტივატორი. იძებნება. თავებზე მონადირენი. მშრალი საკვები. გაჩერდი. გაჩერდი. გასწორდი. დაიჭირე. მაღალ ენერგეტიკული საკვები. ენჩილადას ფიურე. კარგია. შენია. ძაღლის საკვებია. წაიკითხეთ თუ კითხვეიც. ასაკეთებ. კარგი, ჩემი მარაგი მოიტანე. შენი სად არის? წვიმა. ეს კარგია. ის რაც ადრე არ გენახავს. არ ნიშნავს რომ ცუდია. დაწყნარდი. როგორც ჩანს, ჩვენი დრო აქ იწურება. ავარიული შუქურა. სკანირება. ავარიული შუქურა გააქტიურებულია. სადგურზე 7 დაქერებული მკვლელია. ერთი ადამიანი ცოცხალია. ვინაობა რიჩარდ რიდიკი. ძებნილი ბროტომქანი მკვლელი. ორმოვე ჯილდო მესის სიცოცხლის სანაცვლოდ. არაფერია. კიდევ შეამოწმდიას.
ერთი ხომალდი დაიტოვეთ და წადით მაგ დაიხოცებით. ვინმე ჩვენ ხომ უნდა ასწავლოს მაგ ნაბიჯვარ რიდიქს. ერთი ხომალდი დავიტოვოთ. თითქოს მეორე ხომალდის გქონდეს. დრო დავიწყოთ. დილამ შეიძლება საციკლობა. Luna. რა? გააღვიძე. ლოგინიდან ააგდე. რას გულისხმობ? ზედმეტი ბარგია. მაგრამ ის ხომ პატიმარია, ფული უნდა გადაგვიხადონ. ზედმეტი წონა, აიგე? ეს ზედმეტი 60 კილოგრამი მოსაშორებელია. მომჟორდი, თავი დამანებე. დამშვიდი. ახლა რა გინდა? ორკლები უნდა შეხსნა, გაიგე? არ მომხსნა. არა, ვერ გამიგე. ხელს არავინ გახლებს. სანტანას ახლა სხვა საზრუნავი აქვს. დღეს გაგიმართლა. მომწყდი თავიდან. კარგი. ეს რა პლანეტაა? სად ვართ? აქ ჰაერია და წყალი, მეტის ზონა აქ ჭირდება. მაგრამ აქ როგორ უნდა ვიცოცხლო? წავდი. სანამ არ გადაუფიქრებია. ვატყობდი რომ მიყვარდებოდა. სად არის შემიყუთი? მე სანტანა მქვია. ამ ჯგუფის მეთაური ვარ. მე ის ვარ, ვინც ყველაფერი იცის. ყველაფერს ხედავს და ყველას ამარცხებს. ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდის. ცდილობს ტყუილი დამაჯერებლად თქვას. ამ ხელა გზაიმედამ გამოვიარე, რომ შენი თავი ამ ყუთში ჩამედო. ასე რომ სასიამოვნო დღეს გისურვებ, მისტერ რიჩარდ ბი რიდიკ. ეჭვი მაქვს, რომ ეს შენი უკანასკნელი დღე იქნება. მაგრამ არ ღირს რიდიკის უფრო მეტად გაღიზიანება, ხო გესმის? როგორ გონია, პროილს 5 შეეშინდა? ჯანდაბა. ამათ აქ რა უნდათ? სამყარო პატარაა. უსწრაფი წარმოშობის ხომალდი. ეს ვაგოს კლანია პლანეტა ურსახუთიდან. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ უკვე პლანეტაზე ვართ, ვინაიდან ავარიული სიგნალი მივიღეთ. არანაირი კატასტროფა არ მოხდა და დაშვების საჭიროებაც არ არის. იმეორებთ, ამჯერად არ არსებობს ამ ადგილზე თქვენი დაშვების საჭიროება. გასაგებია? არ არსებობს ამ ადგილზე თქვენი დაშვების საჭიროება. ჯანდაბა. დაგითხარით.
ძელი გზა გამოიარეთ, წყალი გვინდა. ცოტა ხანს ბუნებრივი გრავიტაციაც არ გვაწყენდა. მე ხომ გითხარით, ეს ადგილი უკვე დაგავებულია. ჩვენ ხომ მეცით აქ ვინც არის, არა? ვინ ჩართო საავარიო შუქურა? ეგ რომ არ ვიცოდე, აქ არც ვიქნებოდი. ესე იგი ახლაც ვერ ხვდები, რომ დახმარება გჭირდება. ჩემი ბიჭები ნებისმიერს გამკლავდებიან. თქვენს გულშევრაც ყოფას არ ვაყენებ, რა თქმა უნდა. ჩანს რომ ძლიერები არიან და ეს ფორმებიც უხდებათ. ჩანდება. არ ვიცოდი აქ დრესკოდი თუ იყო. ხო არა? მე არ მინდა რომ ვინმეს გზაზე გადავიღობო. წინააღმდეგი ხომ არ ხარ, ცოტა ხანს აქ რომ დარჩე და ტერიტორია დავთვალიერეთ. და თუ წინააღმდეგი ვარ? მაშინ მინდა შეგახსენო მეგობარო, რომ ეს ადგილი ყველა დაქერებულისთვის ღიაა. ამართა ჩემი სახელია დაგაგვიანდა. ჩემი სახელია დაგვიანებული. არ მინდა რომ გზაზე გადამეღობო, მეგობარო. იცი რას გეტყვი? თიც არ გავონძრე, სანამ დახმარებას არ მთხოვ. გასაგებია? აი შეხედე სამხრეთით 5 კილომეტრის მანძილზე გამოქვაბულების სისტემაა. ჯობია იქ შევამოწმოთ. დაგვიანებულო. თქვენი ხომალდის კვების ბლოგი მოხსენით და აქ დადეთ ჩემი ბლოგის გვერდით, გაიგეთ? მართლა? ვითომ რატომ? ფიდიკმა შუქურა ჩართო, რომ აქედან გაიქცეს. ფაქტობრივად ტაქსი გამოიძახა. მერე? ჩემი აზრით ხომალდი კარგი ხაფანგი იქნება. დახურული სივრცე, რკინის კედლები. ციხის საკანია. მაგარია რა? თუ მართალია რომ ადამიანთა 50%-ის ინტელექტის საშუალოზე დაბალია. აქ რომ მოვა, ვერც ერთი ხომალდი ვერ უნდა აფრინდეს, გასაგებია? წავედით. და მოხსენი კვების ბლოგი. მე დავგედავ. სახიფათოა, დეტონაცია გარეთ ხდება. მოდი როცა გაგიხადება რიდიქ. გეუბნები ეს უკვე გადატვირთვა. არა, უკვე 11 ვართ, მაქსიმუმ 4 უნდა ვიყოთ. არ გაგთვალა მეგობარო, ცუდია ასე ლაპარაკი. ფეხებზე მკიდი არა სიტყვის. ის ერთია. როგორ შენიტყვი მეგობარო? ის ერთია. იმედია ეს რაღაცა პლანეტის მთვარედ ითვლება. ნელი ღამე იქნება, რაც მისთვის ხელსაყრელია. ალბათ ჯერ დაგღლით, არ დაგაძინებთ. ვერ ხედავ რომ არ მსალია. მოდი ჩემს აზრებს გიზიარებ. გასაგებია. დაამთავრე? ახლა კი ზრდილობიანად ხო, გაეთრიო ჩემი წყეული პლატფორმიდან. კარგი, აქვე ვიტრიალებ. შემატყობინეთ თუ რამეა. როგორც კი მის თავს კუჩი ჩავდებ, მაშინ შეგატყობინებ.
სექტორი 29D მოემზადეთ. შედავრამეს. ჯანდაბა ზაღლის მსგავსი ცხოველია. ახლა მეცხოვდა. დავწყრილო? არა. ერთი გასროლით მოკალი. ოჩაღდიას. იმედი მომეცა. თვალში რაღაც მოხდა. მაგას სამიზნე ქვია. მეორეთ აღარ აწილებ. ყველაფერი კარგადაა? დაიკარგე ჩემი სიხშირიდან. შენი რა ხდება? მადლობა ღმერთს. მოკეთე. რუბიო. შეგენ მოდივარ. გაბუჭებული სენსორი უნდა გამოვთვალოთ. აი რა იყო და რა დარჩა? ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნამდვილად, როგორც წესი პირველ რიგში მორფინი ქრება ხოლმე, თუმცა აი ეს ცოტა უჩვეულოა. დაცებათ ახაფანგები 42 დივიმიანი კბილებით. სიაში 6 უნდა იყოს და ერთიც აღარ არის. ასეთ ნივთებს როგორც წესი სიარული არ შეუძლია. დიახ, ბოს, მოგეხსენებათ როგორ ქრება ნივთები ამ სადგურიდან. ერთი წარუმატებელი წელი საკმარისია იმისათვის, რომ მთელი სადგური გადარჩონ. სანტანა. ჩემ-ჩემოსკომდე ტერიტორიაში ამოწმეთ. რა უნდა შეგამოწოვინა? იმედია ხალხანგები არ დაგვიგეს. მეხუთე კვადრატი. გაიგეთ რა თქვი? ხაფანგები. რა ხაფანგები? დაკბილული ხაფანგები. არა, ხელი არ ახლა. რატომ? ახლა ჯავშანი მაქვს. უშენი. ზადვარ. არ გაიძრე. გაყვირელია, რა მოხდა? ნუნეს. მოიტანე ნაღმის დეტექტორი. და დაადგინე რამდენი ხაფანგია დაგებული ამ წყეულ ტერიტორიაზე, გასაგებია? ჩემი აზრით მთლიანი მარცხენაზე და სექტორი დანაღმულიველია. ახლავე შეუდექი საქმეს ნუნიეს. გესმის ნუნიეს. ნუნიეს. ცუდადაა საქმე. ძალიან ცუდად. ნუნიეს. მოკეთე შენა ბიჭვარო. რაცია გაუფუშდა. ვინმე მივიდეს და ნახოს როგორაა. მე-13 კვადრატში უნდა იყოს. სწრაფად. ეს არის მე-13 კვადრატი. აქ უნდა იყოს. ამბობ, ბევრი ვარ თუ არა? 11 ძალიან ბევრია. შეგონია იძიქს კარგად იცნობ? შენს ადგილზე მე სიტყვას უხნა წავიღებდი. შენ გამო დავითარსეთ. თვალი გვეცა, გესმის? ახლა ეს რაც უნდა გააკეთო ფალკო. შენი ავი თვალი უნდა მოგვაშორო. ასე ნუ მეხუმრები ფალკო. რა ხდება? ეს რა არის? უკან დაიხია. მე ვარ. ფალკო წაიყვანა.
ყურადღება სროლის საბრძოლო მზადყოფნა. აქედან ჩემი ბრძანების გარეშე არავინ გავა. მებრძოლი დაგვარგეთ. ფალკო წაიყვანა. დაგვინახა. ეს როგორ გააკეთა? არ დამინახავს. აქ ყოფილა და ვერ დამინახე. ხომალდზე ხომ არ არის. ხომალდი არ აინტერესებს. ჩვენზე ნადირობს. ერთ ღამეში 3 წხედარი. არ მომწონს ეს ამბავი. ორი მკვდარი, ერთი დაკარგული. ზუსტად 3 წხედარია. მოდი ასე შევხედოთ ბიჭებო. ერთ ხომალდზე ყველანი დავეტევით. დიას. დანარჩენი ხაფანგები იქ არის და მოიტანენ. ლუნა. რაიმე ლოცვის მაგვარი წაიგითხე მიცვალებულებისთვის. კარგი. ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. რას ამბობდი რა მქვიაო? ახლა დაინტერესდი ჩემი სახელით. არა მგონია რომ გითხრა. რადგან ისინი ვის სახელების წინსი სანტანა უკონტროლები არიან. ამას შენ დაალაგებ? Cállate la boca, zorra de mierda. უკაცრავად. მოვდობდე თავდასხმას უფრთხილდი. იქნებ დროა ჩვენი ძალები გავაერთიანოთ. ანუ დახმარებას ვთხოვ? უბრალოდ თქვენი აღჭურვილობა დამჭირდება. მაგრამ თუ ამ ინსტრუმენტებს თქვენი ბიჭებიც მოყვებიან, მიხვდები რომ სხვანაირად არ შეიძლება. ესე იგი ჩემს აღჭურვილობას თხოვ დახმარებას. დაახლოებით. მოს? უარს ამბობს. ნაბიჯვარო. ესა ჩემი პასუხი. ამიხსენი რა გინდა ჩემგან? იცი რა? ჩემს გუნდში არ გიყვანთ სანტანა. თუმცა ბრძანებებს მე ვაძლევ დალს. დალი კი თქვენ გიბრძანებთ. ამერიდან ასეთი სუბორდინაცია გვექნება. მე და რატომ არ მომწონს ეს გეგმა? მიხვდი. იცი რატომ? იმიტომ რომ ეს გეგმა არაფერთ არ ვარგა. შენს კახფას არ დავემორჩილები, რომელსაც გონია რომ ხელს არ შეუბრუნებ. კაცებთან არწვევი. თუმცა შემიძლია ნებისმიერი დავაწვინო თუ საჭირო გახდება. მოკლედ ასე მოგწეთ ანტანა. სათადარიგოს გამზე დაჭიქე. რიდიქს ჩვენ ვიპოვით. გვირდები. ის ცოცხალე მჭირდება. ერთი დღე მომეცი. მე შეგიძლია მოკლა. საფასტროს გადამიხდი. ჩემს გუნდს გადავხდი, საწვავის ფულსაც გადაიხდი. დანარჩენი შენი იყოს. ასე შევთანხმდეთ. რიდიკი რა შეგჭირდება? ის ჩვეულებრივი პატიმარია. რა გინდა? აქ ქრისტეს მოხვედი. ვინ ხარ? მე ჯონსი მქვია. ყველა ხომალდი დაგეთეთ. რეაქტიული მოტოები ერთ კაბინაში მომაქციეთ. მოსი და ლოქსფერი ჩემთან ერთად წამოვლენ. წამოიღეთ პერსონალური იარაღი, ღამის ხედვის აპარატი და ფოსფორის ხუმბარები. ეს ადამიანი ღამით ნადირობს, მაგრამ ჩვენ დღისით ავიყვანთ. დიას, ვარგას. პროლობის ადგილი მაჩვენეთ. ძაღლის ნაკვალებს გავს. დიას ძაღლი დავინახე. ის ძაღლი ხომ არ იყო წოხალ რომ დაინახე. არა, ის ნამდვილად მოვკალი. შეიძლება ის არის. ის არის. და სნაიპერის შაშხანა და ბარიერის ტყუები გამოიტანენ.
იქნებ პირველი ოსტოროში ჩაძრვა. შეშინებული ცხოველი, ნაცნობი ადგილისკენ გარბის. გარდა ამისა, ადამიანის ფერომონები დავაფიქსირებ. ფურია. იდგი. შეაწყვეტა ცეცხლი საკმარისია. ეს ანტანას კაცია. ფალკო. ჩანდება მძევალი მოკალით. 10 წელია რედიგზე ვნადირებ. მას მძევლის აღვანა არ ახასიათებს. ფალკო გვემკვდარი იყო, ეს დადგმული ოვენი იყო, რომ დრო მოიგოს. ეს რა არის? უშენი, პირაღამ ჩავისვარე. იქნებ რედიგი აქ არ არის. რელიზის ავტორია geo.saitები.g. დალ, გასმი ჩემი. ვინმეს ესმის ჩემი ხმა? დალ, მან ხარ? ახლა არ მითხრა რომ მითვალთვალებდი. დაიასრულე შენი ოცნება პატარა. ორ წუთს გაძლევ, პოზზე დადექი. ლუნა. მე ნუ მიყურებ, სადარაჯოს დადექი. აქ ამისთვის ხარ. ორი ნაბიჯი წინ. ორი ნაბიჯი. დაიმახსოვრე ის ყველგანა.
ჯონსი ვარ, ყველას მაგმართავთ ვინ სადგურზე ხართ. ყურადღება მიაქციეთ სეიფს. თვალი არ მოაშოროთ კვების ბლოკებს. რიდიკმა შეიძლება გაქცევას სცადოს. სავარაუდოდ 7 წუთში დავრუნდებით. ფხიზლად იყავით. როგორც იქნა, პატარა კახბა. 2 წუთი გავიდა. არ გააკეთებ, რაც გითხარი. ხმები გავწოდა, რომ რიდიკი შეიძლება აქ იყოს. წავალ სეიფს შევამოწმებ. გადი გარეთ აიღები ნოკლი და ის ნაბიჯვარი მოწმე. აქ ვერ იპოვი. დროზე. იცი დალ, ჩვენ რაღაც გვაქვს საერთო. კაცებთან არც მევწვევი. ეს უნდა ნახო. სამართლიანი გაცვლა. ეს მან დაწერა. კოსმოსური კავშირის გაბმულობის აპარატურა მთლიანად წაიღო. ეს მისი სისხლია. აქაც. იქაც. იქაც. იძულებული გავხდი კიდევ მეცემა. აპატია. თუმცა მერჩევნა მომეკლა. ჯანდაბა. მოდი შევამოწმოთ. Stop. ჩაჭერდი. That key leave your neck? გასაღები კესნერ მოიხსენი? Never. არა. Well, the only მაგრამ სამართლიან გასვლას ერთი მიზეზი დაწერდა. გამოდის რომ სეიფი გახსნა და იქიდან რაღაცა იყო. ის რაც ძალიან გვჭირდება. მაგალითად ენერგიის ბლოკი. შემდეგ ისეთ რამეში გაგვიცვლის, რაც მას ძალიან სჭირდება. All that. მართლა? Wow. ნაკლებად სარწმუნოა. Highly unlikely. ვეცდები უფრო გასაგებად აღიხსნა სანტანა, მომისმენე რას გეუბნები, შეიძლება აქ შემოვიდა სეიფი ხედახლა ჩაკეტა და კოდი შეცვალა. Change the code. Could be entering the wrong shit. სანტანა შეიძლება არასწორი რიცხვები დაწერო. So, ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ do you think რაც თქვენ წასულები ხართ, sometime during the last few ისედან hours გასაღები მოხსნა ისე რომ ვერ შევამჩნიე, გააკეთა რაც უნდოდა და გასაღები ისე ისეზე ჩამოვკიდა და ეს ყველაფერი ისე გააკეთა რომ ვერ გავიგე. all my fucking neck without ეს გაქვს ხედულობაში? Is that what you're საიდან saying? მოგდის ასეთი აზრები? Where did you get that? მარტორქის ტრაკიდან? A unicorn's ass? იქიდან, რომ ვიცით ვისთან გვაქვს საქმე. ის ჩვეულებრივი ბროტმოქმედია და არა ზულუ ჯადოქარი. You know what you know. ყოველ შემთხვევაში ახლა უკვე იცი. This is crazy. ეს ციგიჟია. This is ნამდვილი სიგიჟია. The first 3 სამის და minutes- საგმელია რომ სეიფი აფეთქდეს. It did not go off. სამის წით შეიძლება რუსულ რულეტკაშიც გადარჩი, მაგრამ იმასთან ნიშნავს რომ მეოთხე დას გაგიმართებს ნაბიჯვარო. პირველი შემთხვევაა, როცა სანტანას ვეთანხმები. ფიქრობ მართალი ხარ. Sure. მოგეტე. You. შენ? Do you think? შენს გონია რომ მართალი ვარ? Yeah. ო, I think you're გონია რომ მართალი ხარ. მართალი ხარ. მოდი ქვეშ ნუიფსამ. Sounds like you're ეს შენი საქმეა, ლესბო. მე არ გავაღებ სეიფს. Yes, you're მაგასაც ნახავ თუ არ გააღებ. გითხარი არ გავაღებ მეთქი. რადა გემართათ? twiri განძრიეთ. დიდიგი საქმე ჩვენ არ გავაკეთებთ. შეინახეთ იარაღი. და ამ წაწერას შეხედეთ. ის აქ იყო.
ზუსტად აქ იყო. სატანა შენახე ცხეული ხმალი. ოდან უგახსნი. საქმე ისაა, სანტანა რომ სეიფს თუ არ გავხსნით, აქედან ვერასოდეს გავფრინდებით. ოთხი. მეხუთე ჩაწერე. ხუთი. და ვაი. ზოხარ რომ მე ვერ მოვიფიქრე. ექვსი. 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 ნამდვილი მებრძოლი ხარ, სანტანა. უცვლელად გეუბნები. ამდენად სიკვდილს საჯობე. არ მეგონა თუ შეძლებდა. ეს ღმერთის ნიშანია. მშვენიერია. ჩემი აზრით ეს ღმერთის ნიშანია. მოწყალე ღმერთს სურს, რომ ავიღოთ ეს ბლოკები და სასწრაფოდ გავფრინდეთ ამ პლანეტიდან. ეს ჩემი წარმატების თილისმა. სხვაგან იმსახურა შვილო. იცი კიდე რომ დავიჯერე რომ ბომბი აფეთქდებოდა. მისი გამოქვაბული ფოსფორის ნაღმებით უნდა ამოვქოლოთ. აი აქ, რომ შეგითი ვეღარ შევიდეს. დიდი კი ცხოველის მსგავსად ნაცნობ ტერიტორიაზე წავა. სავარაუდოდ 3-4 სამალავი ექნება. ამ წერილიდან ამ რადიოში ვითრიალებთ. რადიო კავშირი დაგშვიდება. აქ სამი გადამცემი უნდა იყოს. მოძებნეთ და თანაბარი ინტერვალებით დაამონტაჟეთ. აღარ მინდა რომ ისევ გაწყდეს კავშირი ჩვენ შორის. ჩემი გეშინია. ხო. დანარჩენებსაც ეშინიათ. ხო, ყველას ეშინია. იქნებ სხვა ვინმეს უფრო უნდა გეშინოდეთ. ლოქსპერ, მინდა რომ ეს რეაქტიული მოტორები ჩაკეტო, გესმის? არ მინდა რომ ეს კაცი კიდევ უფრო ადვილად გადაადგილდეს და შეთვის კარგი ბუდი შევარჩიე. ამ დაბალ გორაკებზე გახვალ. მოს. ის ვნახე. გათქვი? მე ის ვნახე. და შეხომაც უდარაჯებ. დიას, შეამოწმე რომ თქვენი ხომალდი ნამდვილად დაკეტილია. დანარჩენები თქვენს პერიმეტრებზე განლაგდით და ერთმანეთს თვალი არ მომაცილოთ. სანტანა, ენერგიის ბლოკები, რიდიქს აქვს.
ვიცი, უკვე ახლოა. ბლოკები ხომ არ გადავანაცვლოთ. ერთი ხომალდიდან მეორეზე გადავიტანოთ. ამპერია ხომ მართალი ვარ. ყველა ხომალდს განსხვავებული სიმძლავრე აქვს. რამდენიმე მილიჯოულის თომილება საკმარისი იმისთვის, რომ ყველა მიკროსქემა დაიცვას. მაშინ ეს განსხვავება დათვალე და საქმეს მიხედე. ასე ძნელია დაცვის გატეხა. გინდათ რომ თერმოდინამიკური წინასწორობისა და ენერგიის გაცვლის კურსი წაიგითხოთ, თუ უბრალოდ სიტყვაზე მენდობით. ეს განსხვავებული კონსტრუქციის ხომალდებია და ენერგობლოკების გარეშე ვერ გაფრინდებით. რატომ აქვს ისეთი შეგრძნება თითქოს საკუთარი ხელით გავიგეთეთ კასტრაცია? იმიტომ რომ ასეა. ასეთ რეაქტორულ მოტორს და ორი დღის საგზას თუ ავიღებ და იმ ნაბიჯს მათო დავიდებნები. ცუდი აზრია დიას. ერთ-ერთი დიქტან შემიძლია საავარიო შუქურა ხელახლა ამუშავო. ესე იგივე რომ სასწავლო დახმარება გამოიძახოს. დახმარებას იტყობს, ამას არ დაუშვებთ. ვიფიქრე რომ მარტოს გაუჯერდებოდა. როგორც ჩანს შევწდი. დიდხანს მოგიწევთ დახმარების ლოდინი. ეს შემთხვევაში თუ საავარიო შუქურა ჩართავ და დახმარებას მოვახმობთ. ფალკოსაცია. დიდი ფეხოზე მგდია დახმარება. საკმარისი აღჭურვილობა მაქვს იმისთვის, რომ სიცოცხლე მოგისწრაფო. გიჩევნი ახალი სამალავი მოძებნო. გაიქეცი და დაიმალე. ჩემთვის სულ ერთია. რადგან ბოლოს მაინც გიპოვი. აუცილებლად გიპოვი. I will find you. სამხრეთით გამოიხედეთ. ვერ ვიჯერებ. აი მესმის სიმამაცე. და ლაკավորებას ყურადღება მიაქცია. მე რა გავაკეთო? აქ დარჩი. წავედით. Odam da garati yaragim. Did Jildos მოგცემენ? არ ვიცი, არ მაინტერესებს. აქ ამაშვილს არ მოსულ ვარ. დაწუნებული ვარ იმ ახმახს ეცოდინება. ო, ზუსტად ვიცი. მე მარტო ეს ვიცი, რომ მკვდარს თუ მიგიტანთ ჯილდოს გავარმაგებენ. ეს სიახლეა. ეს თანხა თქვენს დამარხვას ეყოფა? მე მხოლოდ ერთი ადგილი მაინტერესებს. კოდური სახელით M354G. მინდა ვიცოდე რა მოხდა იქ 10 წლის წინ. მამა ხარ. დიდი მამა ჯონსი. ნამდვილად. ამ ხელაგზა ჩემთან შესახვედრად გამოიარე. დიდი პატივია. უცნაურია, როცა არ იცი, რა უნდა ჩადო ოჯახურ ბიბლიაში. უცნაური ისაა, რომ სამი უნდა მომგდარიყო, რათა გაგეგონა. არა, ამ სიბინძურეს მენ უნდა მომბრალებ. ეს პროლოგები შენ სინდისია. ისეთი გზობა აქვს, რომ სხვა რამეებსაც მე მომბრალებთ. კარგი, გვაქვს ბარიუმის შოკის გამოწვევი და ფეთქებადი თავაკები. ბარიუმი გინდა თუ შოკის გამოწვევი? ცხენის ტრანკვილიზატორი. კარგი. ძალიან მწუხარ უძველეს ისტორიაზე საუბარში ხესტომ გიშლით, მაგრამ დროა ჩავერიო და ჩემი თავი წარმოგიდგინოთ. ჩემი სახელია უთიანი ბიჭი. თქვი? შენ ამბობდი, რომ ჩემს თავს ყუჩი ჩააგდებდი. მომასეა. ო, უბრალოდ თვითრაბახე. ო, მაგრამ ყუთი ხომ გაქვს? ყუთი მაქვს? გონი დავინახე. რა თქმა უნდა მაქვს. ყველას აქვს ყუთი, მეგობარო. დიასაც კი აქვს უზარმაზარი ყუთი. კარგია. ოდა გამოვიყენებთ. 3 გვამი, 8 ცოცხალი. როგორც წესი არ ვჩერდები. 6 გვამი, 9 გვამი.
გონი მიხვდი რას ვამბობ. მაგრამ ახლა მდგომარეობა შეიცვალა და 24 საათში ამ პლანეტაზე დარჩენას არავის ურჩევთ. ასე რომ გირჩევთ შევთანხმდეთ. რას ვთავაზობ ჯენტლმენურ შეთანხმებას? ერთ ენერგიის ბლოკს ღია ადგილზე დავტოვებ. შეგეძლოთ აიღოთ. მეორე ბლოკი და ხომალდი ჩემია. მოიცადეთ, ეს თამაშია იდიოტების ლოტო? What? რა? დასაწყისში ასე შეთანხმებულ ვართ. დაივიწყე დასაწყისი. ახლა დასასრულზე უნდა იფიქრო. ამას ხედავ? მანამდე იცოცხლებს, სანამ წვიმა სადგურამდე მიაღწევს. წამზამი შეერთ. უთიანი ბიჭი. Dal, მიდი. კიდევ ესროლე. არაცემა. კიდევ ესროლე და. Just go down. მიდი დავარდი. ახლა მე მიხედავ და Edik. Jones. Უკვე ეფსაც ვცემთ? კარგი, თავიდან დავიწყოთ. ისტორიული ფაქტები. მონადირე გრაცნერი. კომერციული ხომალდი იყო, რომელსაც შემშვილს ციხეში მეყავდი. მაგრამ ხომალდმა ავარიული სიგნალი ჩართო M354G-სთან ახლოს. იმ უდაბურ სისტემაში ორი მზეა და ერთი დასახლებული პლანეტა. ჩემი შვილი გადაურჩა კატასტროფას. რამდენიმე საათში დიდი უბედურება დატრიალდება, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გითხრან. არ მისცემათ უფლება, რომ ბურკილები შემხსნან. ვის გულისხმობ? არის ვის ლაპარაკები? იქნებ მე მიგულისხმებ. როგორც კი ჯაჭვებს შემხსნიან. პირველივე 5 წამში მოგვდები. ყუთიანო ბიჭო. მართლა? მაინც ცით მომკლავ ლაპარაკით? მაგ ჭრიალა მახვილით. სიამოვნებით ვნახავდი. ისტორიული ფაქტი, ჯონს. ის გადარჩა. ესე იგი, თქვენ ორნი გადარჩით?
ჩვენ დაახლოებით იმდენი ვიყავით, რამდენიც ამ ოთახში ვართ. და რამდენი აფრინდა? 3. ის არაფრენილა? არა. ესე იგი კატასტროფიდან აფრენამდე პერიოდში ჩემი შვილი მოკვდა. და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შენ ჩაიდინე. მართალი ვარ? აქ დროს ყიდავს კარგავ. უკანასკნელ თხოვნას არ შემისრულებთ? შენ გიგულისხმე. რა თქმა უნდა, დაჭობით დაბმა სექსუალური არა, მაგრამ არა. ამ ხალხის თანდასწრებით არ დაგაჯდები. და ყველას თუ დავხოცა? ხმას დაუწია ბიჭო. ტრანგვილიზატორების მარაგი კიდევ მაქვს. ვითხარი რა ჩანს ფანჯიდან დალ. ციკლოპი ჩვენი ხომალდები და 2 შეფუთული გვამი. მეც ვერაფერს ხედავ. ვერაფერს. მითხარი როცა დაინახავ. სხვადასხვაის მოწონ შენი პედიკიური. ხო. მტაცებლური ვარდისფერია. შენ ძუძუს თავებს უხდება. როდენ უნდა გუსმენოთ ამ ნაბიჯს? არჯობი ახლა მოაწარ თავი. Detach his head, please. ასეც მოხდება. 60 წამის შემდეგ დაინახავ, როგორ ჩაგორდება შენი თავი ამ ყუთში. ვერაფერი ვერ გიხსნის ჯოჯოხეთისგან. არ შეგიძლია რომ შენი უკანასკნელი წუთი მაინც არ გაატარა როგორც ყოველმა ველურმა. მიპასუხე რომ გეკითხები. თხოვ. იქნებ რაიმე გინდა დავუმატო იმ ამბავს, რაზეც შეგეკითხე. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა. შენია. დაიჭირეთ. თამაში დამთავრდა, მეგობარო. ალბათ სხვა ზაღლი მოვიდა. იღვლიანი ხარ. მე ვიცი რაც მოხდება. შენს გველებს მოვუხმე რომ გიპოვონ. პროჟექტორი. მოგეუბნებოდით. ჩემზე არ იდარდოთ. ეს არის? რა ხდება გარეთ? არ ვიცი. ვეჩვენება თუ მართლა რამეა?
ცუდი ამბავია. ჩვენგან მოდიან. რაც არ უნდა იყოს. მისი მოკლა არ გაგვიჭირდება. რა ჯანდაბა? უშენი. კედლები არ დახრიდოთ, ხო? ახლა კი აი რა მოხდება. 60 წამში ჯაჭვებს შემხსნი. ვითამაშებთ. ავიღებთ ენერგიის ბლოკებს და ამ კლდიდან გავფრინდებით. მაგრამ გზად, როდესაც ძალიან გაგვიჭირდება. ჯონსი ისე დაეცემა სულით. როგორც ჯონსი უმცროსი. მე როცა ყველაფერი დამთავრდებოდა დანარჩენები მზად იქნებით მკვდარი ცხოველების გადასაზიდად, დალს ღრმად შეუდებ ჩემს კვერცხებს. რადგან ამას თვითონ თხოვს. ალერსიანი ხმით. რას ქვია ძალიან გაუჭირდება. ეს გასაჭირი რა არის რა? ეს რა გასაჭირია? რა ჯანდაბა ხდება? რამდენად ცუდ მდგომარეობაში ვართ? არავინ იცის ამდენ ხანს გაგრძელდება წვიმა და რამდენი მხეცია ტბორებში ჩასაფრებული. მან დაინახა. საკუთარი თვალით ნახა ეს ყველაფერი და არ გითხრა. ერთი ხომავდით თქვენ, მეორე მე. უნდა ვიცოდე რომ ბლოკების აღება შევძლებთ. მე უნდა ვიცოდე რომ შევთანხმდით. შევთანხმდით. არ შეხსნა ჯაჭვები. მოდი ცოტა ხანს მოვიტმინოთ. კარგი, კარგი. ადექი. კარგი ცუგა ხარ. შენი. ხო. ჯობია გავათავისუფლოთ.
5 წამი გავიდა. მე სიტყვის კაცი ვარ. შენ ჯონს? უფალი მოავნეს თავის ანგელოზებს. ისინი დამიფარავენ. მოკეტე ლუნა. ის დამიფარავს თავისი მადლით. იცი მეჩვენება რომ ანგელოზები აქ არიან და მიცავენ, რადგან აქ არიან, დამიფარავენ. იქნებ ყოდანი გაგვიყონონ ამ დაწყევლილი ადგილიდან. შენი ბოლო დაუგვე ყოდას გვაშინებს. მოკეტე. შენ მოკეტე ვარგას. ვის თავიდანებე? საიდან მოვიდნენ? მარტო ჩემო. არა. გადაგემართა, სულ გაგიჟდინა ბიჭვარო. ხომ შეიძლებოდა მოგეკალი? ხო, მაგრამ ხომ არ მოკალი. ვარგას, არ დაგემართა, ადექი. ვარგას, ადექი. წამოდი, უნდა წავიდეთ. გეყოფა ვარგას. ადექი. წავიდეთ, პატარა იყო. პატარა უფრო საშიშია. უფრო მეტი შხამი აქვს. შვილო, მეც თავიდანებე. არ უნდა რომ იმის მონაწილე გახდეს, რაც მერე მოხდება. დამოვიწყლა მე თქვა. იარაღს არ მიიღებ. როგორ ფიქრობ? შეძლებ მართვას? ისე გავაკროლებ როგორც მოტაცებულს. მე პლანკს დავიცავ. დიდი გუჩვენო თუ დაბრუნდება. პრინციპის გამომოკალი. ჯერ მასთან დავწო თუ მანამდე?
ნაბიჯვარო. უბრალოდ ზიხარ და მიყურებ. მე დაგაზღვევდი, მაგრამ შენ თქვი იარაღს არ მოხსენო. ჯონს, ეს ბლოგერები ძალიან გჭირდება. ამისთვის უფრო ადრე დრო ვერ გამონახე. შეიძლება გაგიგვირდეს ჯონს, მაგრამ შენი შვილი მე არ მომიკლავს. თვითონ იკლავდა თავს. რა სისულელია, რას გულისხმობ? მორფინს. შენ შვილს მორფინი უყვარდა. დღეში ორჯერ ეკეთებდა. არ იცოდი რომ ნარკომანი იყო. ჯონსი ისეთივე იყო, როგორც სხვა დაქირავებულები. გარეგნულად ძლიერები ჩანან, წესიერები. მაგრამ რომ დააგვირდებდა, ენახა რომ რაღაც აკლიათ. მას ხერხემალი აკლდა. ვალდებული არ ვარ ეს ვისმინო. მას სხვანაირ კაცად ვიცნობდი. გამოდის რომ შენ შვილს არ იცნობდი. მას ბავშვის მოკლა უნდოდა. რომ საკუთარი ტყავი გადაეშინა. მე ეს არ მომეწონა. გონია დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი ბავშვს მოკლავდა საკუთარი თავის გადასარჩენად. მორფინი თვითონ საჭმოგებს. გულს კი აკავებს. არ ამჯერა შენი. ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი ბროდ მოქმედია. არ ამჯერა შენი გამოგონილი ზღაპრების. ახლა რატომ უნდა მოგატყუო? ჯონს. არ უნდა ვიცროთ. დიდი მადლობა რომ შენ დაესწრა მათი ხოცვარი დიდ. ახლა მე გავაგზელებ. ნაბიჯვარი. ეს ხმალი ჩემთვის ჰქონდა დამალული. ყველასთვის მის დამსახურებს. პრობლემა გვაქვს დიდი. აქ ორი ბლოკია. რეაქტორული მოტოკი ერთი გვაქვს. თუ ჯერა რომ შენს უკან დავждები. ერთი რეაქტორული მოტო? დაწმუნებული ხარ ჯონს? ტურბინიდან ხრახნი გამოუძვრია. ამას ახლა მივხვდი. დიასი აპირებდა რომ ბლოგები თვითონ წაეღო. მე მოვეკალი და შენ აქ მარტო დაეტოვებინე. ახლა როგორ მოვიცეთ?
ფეხით სიეროლის რეჟიმზე უნდა გადავიდეთ. ნახოთ, ოჯახში ყველას გაგლიათ ხერხემალი. თავს გავთხოვდი. დავედით. ვიღაც გვიახლოვდება. ეს გამომართვი. მარტო ხარ? ბლოკები ადგილზე ჩასვი. ნახოთ თუ მუშაობს. ბას, შეამოწმე მუშაობს თუ არა. აქედან უნდა წავიდეთ.
რელიზის ავტორია geo.saitები.g. Ოცდაათი წამი გაქვს მისი ამოყვანისთვის. Სწრაფად. მინდა რაღაც გთხოვო. ალერსიანად. აქ ბევრი კარგი ადამიანი დაიღუპა რიდი. ამაზე მართლა ვერ დავხუჭავ თვალს. სხვა დროს იყოს. მაგრამ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ჩემთვის თავის მოჭა და მისი ყუჩი ჩადება რომ არ ეცადათ. ახლა საერთოდ რიდი. თუმცა ნუ მეტყვი, არ მინდა ვიცოდე. ერთ რამეს გეტყვი ჯონს. ადრე თუ გვიან ყველა შემბრუნდება. დალს გადაეცი რომ კერია გამითბოს. მომართლა ჯონს. ხელმას გაუფრთხილდი. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.